ეთერშია ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურან და დოლიძესთან ერთად გამარჯობა. დღეიდან ყოფილ 53 და 25 ბატალიონების ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების ხელმეორედ აღწერა იწყება. თვითნებურად დაკავებული ტერიტორიების შემსწავლელმა კომისიამ აღწერა 25 ბატალიონიდან დაიწყო. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს ხელმეორედ ინდივიდუალურად შეისწავლიან. კომისიის თავმჯდომარის თქმით აღწერა ყოფილი 53 და 25 ბატალიონების ტერიტორიაზე ოჯახების რაოდენობის გაზრდის შედეგად გახდა საჭირო. რამაზ ჭინჭარაძის ინფორმაციით 14 წევრიანი კომისია აჭარის მთავრობისა და მერიის წარმომადგენლებით, ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. კომისიის წევრები არიან როგორც მთავრობიდან, ქალაქის მერიიდან და გამგებლების წარმომადგენლები. ყველა ჯიხურთან მივდივართ და სწავლობთ ვის რა ქონება და საიდან მოვიდა და რა მიზეზით მოვიდა. ქონდა არასამთავრობო ორგანიზაციათან შეხვედრა და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი დამატებით მომხდარიყო შესალა, იმიტომ რომ თვითნებურად დაკავებულთა რიცხვი გაიზარდა, ადრევინც იყო, იმაზე სხვა ხალხმაც დაიკავეს საცხოვრებლად. თითოეულ ოჯახებს სწავლობთ ინდივიდუალურად და გეგმებს და მერე მოგახსენებთ, როცა შევისწავლოთ. რეგიონის პირველი პირი ყოფილი 53 და 23 ბატალიონების ტერიტორიაზე შესახლებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის ხელმეორედ შესწავლის საკითხს გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძის ინფორმაციით აღწერის პროცესში მუნიციპალიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. რეგიონის პირველი პირის თქმით, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რაც შეეხება ყოფილი ბატალიონების ტერიტორიაზე განთავსებულ ბარაკის ტიპის ნაგებობებს. ხაბაძის თქმით, მათ კანონის ფარგლებში აიღებენ. იმ ნაწილს, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ სახლებს ჩვენ შევეცდებით, რომ დავამტკიცოთ, გადავამოწმოთ. ყველაფერი დაუმტკიცებთ, რომ აქ საცხოვრებელი, ჩვენ ამას ყველაფერს გამოაშკარავებთ, არასამთავრობოები ჩართული იქნება ამ კომისიაში, აუცილებლად გავასაჯაროთ და იმ ნაწილს, რომელსაც არ ეკუთვნის და ცდილობს, რომ მიიღოს, არის ეს კატეგორიაც, ჩვენ აუცილებლად მათ გამოაშკარავთ და ვეცდებით კანონიერი გზებით, სამართლებრივი გზებით ჯიხურები ავიღოთ იქიდან. ჩვენ დროებით თავშესაფარზე ვფიქრობთ, რომ მათ მოუწყოთ ეს საცხოვრებელი და ეს ვითარება მთლიანად და სამომავლოდ ვიფიქროთ მათ დახმარებებზე. არის დიდი ნაწილი, ესე იგი, რამდენსაც ვფიქრობ, მაქსიმუმ 60-70 შეიძლება 100-მდე ოჯახი, რომელსაც დახმარება ჭირდება, მაგრამ დანარჩენი ამ პროცესს ხელს უშლის. დავით ბაციკაძის ინიციატივით ყოფილ 53 და 25 ბატალიონებში არსებული სიტუაციის შესასწავლად კომიტეტი შეიქმნება, რომელიც იქ მცხოვრები მოქალაქეები დაკომპლექტდება. უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე აკაკი ძნელაძის ინიციატივით ნდობის ჯგუფში თამაზ ბაკურიძეც უნდა შევიდეს, იმისთვის რომ უფლებადამცველს ყველა შეკითხვებზე პასუხი ჰქონდეს. ბიუროს წევრების განცხადებით, საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინა და მართულ პროცესს დაემსგავსა. დავით ბაციკაძე თამაზ ბაკურიძეს უნდობლობას უცხადებს, თუმცა თანახმაა კოლეგის ინიციატივა გაიზიაროს. ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ უფლებადამცველს არ სურს პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტილებებს მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე იღებს. ნდობის ჯგუფის წევრებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სამთავრობო კომისიის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. თვითონ აირჩიონ კომიტეტი, რომელიც დეპუტატებთან ერთად ინტერაქტივში იქნება მთავრობასთან და ყველა ეტაპზე კომისიის მუშაობის თუ რა ეტაპზეა, რამდენი ადამიანია შესწავლილი და როდისკენ დამთავრდება, ასე რომ აქტიურად ჩავებები ჩვენს და ერთხელ სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდეს. ამ ადამიანებს აქვს იმის განცდა, რომ კომისია არ მუშაობს და მათ საკითხი არაა შესწავლილი. ზუსტად იმისათვის, რომ იცოდნენ რა ხდება და რა ეტაპზეა სამუშაოები, აირჩიონ კომიტეტი, აირჩიონ ადამიანები, ვისაც დავეხმარებით ჩვენ დეპუტატები ამ ინფორმაციის სწრაფ მოძიებაში და აჭარის სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის. საკითხზე დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბიუროს ხდომაზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით შეიცვლება რამდენიმე ტერმინი, მაგალითად ტერმინ სიმბოლურ ფასადს გადაცემულ ქონებას დაერქმევა ჩუქება. გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონების საიჯარო გადასახადი 2013 წლის 27 დეკემბრამდე უნდა გადაიხადათ, მისგან თავისუფლებიან. კიდევ ერთი ცვლილება არაკომერციულ იურიდიულ პირებს ეხებათ. თუ მათ აქამდე მოსავლის განკარგვა მთავრობის თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად შეეძლოთ, ცვლილების შემდეგ დამოუკიდებლები იქნებიან. ცვლილებების პროექტი მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინა. დავით გაბაიძის განცხადებით, იმ ცვლილებით ადგილობრივი კანონმდებლობა ცენტრალურ კანონთან შესაბამისობაში მოვა და პრობლემური საკითხები უფრო მარტივად ადგილზევე გადაწყდება.
საკითხის დეტალურად განხილვისთვის კომისიებს რამდენიმე დღიანი ვადა მიეცათ. წამყვანმა საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ შენიშვნები და კანონპროექტთან დაკავშირებული საბოლოო დასკვნა 5 იანვრამდე უნდა წარმოადგინოს. Мотивация კანონში ცვლილების განხორციელების იყო ორი, ასე ვთქვათ, პირველი ის საქართველოს ქონების შესახებ კანონში შედის ცვლილებები და გვინდა რომ თამდები ცვლილებები განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კანონში. მეორე ცვლილებების განხორციელება განაპირობა პრაქტიკამ, ანუ პრაქტიკაში ხშირად ჩანს, ვთქვათ, ამა თუ იმ კანონის სიცოცხლის უნარიანობა, ასე ვთქვათ, ხარისხიანობა და ეფექტურობა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით პირველი რომ შესაბამისობაში მოვა აღნიშნული კანონი საქართველოს კანონთან და მეორე კანონის ისი გამოყენება გაცილებით ეფექტური იქნება ვიდრე აქამდე. ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. საერთო ჯამში პირველადი ბიუჯეტი 16.500.000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტებად გაწერილია ინფრასტრუქტურისა და განათლების სფეროები. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტი, რომელშიც ნული თეთრია სოფლის მეურნეობის პროექტებსა და დამეწყრილი მოსახლეობისთვის მხარს არ დაუჭერენ. საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებებთან დაკავშირებითაც დეპუტატების უკმაყოფილება 2.270.000 ლარის ცენტრალური ბიუჯეტისთვის უკან დაბრუნებას მოჰყვა. ხელვაჩაურის საკრებულოს ერთიანი ნაცმოძრაობის წევრის მიშა ბოლქვაძის მტკიცებით შესაძლებელი იყო ამ თანხის მიზნობრიობის შეცვლა. დღეს მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა 2.70.000 ლარს აბრუნებს ცენტრალურ ბიუჯეტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და შეიძლებოდა მიზნობრივი თანხის გამოყენება სხვა სფეროში, მაგალითად სტიქიის დაზარალებულებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ კეთილინება იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მთავრობის მიემართა მთავრობაზე და მთავრობის ნებართვის შემდეგ შესაძლებელი იყო ეს 2 მილიონის სხვა ღონისძიებების მოხმარება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ირწმუნება, რომ თანხა ციტრუსზე უნდა დახარჯულიყო, ხოლო მიზნობრივის ტრანსფერის შეცვლას ხანგრძლივი პროცედურები სჭირდება. მიზნობრიობის შეცვლას თავისთავად ეს არის ძალიან დიდი პროცესი, პროცედურა. ამისათვის პროექტები უნდა ყოფილიყო და სხვა პროექტები უნდა წარდგენილიყო. ჩვენ იმ პროექტებზე რა პროექტებიც მზად გვაქვს და გქონდა, იმაზე მიმდინარეობს მუშაობა. ორი ბინი თავისთავად რომ ყოფილიყო, ნახავდით ამის დახარჯვის გზებსაც. სტიქიით დაზარალებებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, ამის დათვლა და დაანგარიშება და მას განკარგულების გამოცემა, იქნება გამომდინარე, რომ ეს თანხები ჩვენ მივიღოთ და მოსახლეობას ამ თანხებს მაინც მივიცემთ და მივაწვდებით. დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარის კანდიდატის დასახელება მოითხოვეს. მათი განცხადებით 27 ნოემბერს ასლან კახეძის თანამდებობიდან გადაყენებისას საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობის დასახელებისთვის ერთკვირიანი ვადა განისაზღვრა. მას შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ჯუმბერ ვარდმანიძის განცხადებით ორგანო ვადებთან დაკავშირებით კანონს არ არღვევს. რაც შეეხება კანდიდატურას, მისი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. განვაგრძობთ გამოშვებას. პეტრას ციხის რეაბილიტაცია, გოლფის კლუბის მშენებლობა, მაღალსართულიანი კორპუსების მოპირკეთება და სამონადირეო კომპლექსის მშენებლობა. ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში შეჩერებულ პროექტებზე საუბრობს. რეზო ხარაზმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტები მიმდინარე წელს არ განხორციელდა. მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის ქობულეთის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოებიც. განცხადება საჭირის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. არჩილ ხაბაძის თქმით, წინა წლებთან შედარებით რეგიონში ინვესტიციები ორჯერაა გაზრდილი. მისი განმარტებით ქობულეთში გოლფის სტადიონის მოწყობაზე უარი თვით ინვესტორმა განაცხადა. რაც შეეხება პეტრას ციხეს, ობიექტი ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე პეტრას ციხის გადმოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ კი პეტრას ციხის ტერიტორიაზე ინვესტიციები განხორციელდება. თქვენ შეგვიძლია ჟურნალისტებმა გამოითხოვოთ ინფორმაცია ბოლო პერიოდში გაცემული ნებართვებისა ქალაქის მერიის მიერ. ალბათ ქალაქზე აქვს საუბარი ბათუმში. თუნდაც ქობულეთში იგივე შეიძლება გააკეთოს, თუ რა ნებართვებია გაცემული ორივე ქალაქში. პირობითად რა რაოდენობის სასტუმროები, კერძო სახლები, დეველოპერული მიმართულება, თქვა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა თუ სხვა. მე შემიძლია გითხრათ, აი დაახლოებით ციფრები, რომ 2.5-ჯერ გაზრდილია 11 წელთან, 12 წელთან შედარებით 13-ში და 14-ში. ანალოგურ პერიოდებს თუ ავიღებ. ფარაზის საუბარს მე ძალიან დიდ ყურადღებას ვერ მივაქცევ და გოლფის მოედანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვედით თუ არა ინვესტორმა უარი განაცხადა ამ პროექტის განხორციელებაზე. ქობულეთში იყო ეს პროექტი, თუ არ ვცდები ქართველი პარტნიორიც იყო აბაშიძე, როგორც მახსოვს, მოვიდა აღნიშნული პიროვნება და პირდაპირ განაცხადა, რომ ეს იყო
ძალდატანებით და შეისწავლეს აღნიშნული ბიზნესის წინადადება, ასე ვთქვათ, ბიზნესის ზოგადად ანალიზი გააკეთეს და წამდებიანი იყო ეს პროექტი და ვერ განხორციელდებოდა, არ განხორციელდებოდა ქობულეთში გოლფის, ასე ვთქვათ, მოედანის წყობა. ეს ინფორმაცია პირველად მესმის, ასე გამოიხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ფოჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებულ მოსაზრებას. არჩილ ხაბაძის თქმით, სასწავლებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ბალანსია და რეგიონის მთავრობას მხოლოდ ხელშეწყობის უფლება აქვს. მისივე ინფორმაციით 2014 წელს აჭარის მთავრობამ ლაბორატორიების მოსაწყობად აკადემია 500,000 ლარი დააფინანსა. არჩილ ხაბაძე ამბობს, რომ სასწავლებლის ფოჩი გადატანასთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. როგორც სხვა უნივერსიტეტებს, საზღვაო აკადემიასაც ჩვენ შეძლებით დაგმარად ვეხმარებით, ხელშეწყობის უფლება გვაქვს. ჩვენი ბიუჯეტიდან, აჭარის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან არა ვართ ვალდებულები დავაფინანსოთ რომელიმე უნივერსიტეტი. ჩვენ ხელს უწყობთ და სხვადასხვა პროგრამებს, პროექტებს თუ სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით. რაც შეეხება ფოჩი გადატანას, პირველად მესმის ეს საკითხი, ჯერ არ ყოფილა ამაზე მსჯელობა. არის მოსაზრებას ვინ ასე ვთქვათ გამოხატავს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ერთდროულად ამაზე საუბარი არ დაწყებულა და არ ყოფილა. კომპანია ბათუმის წყალი მუშაობას მომავალ წელს ახალ ადმინისტრაციულ შენობაში ახალი ლოგოთი დაიწყებს. თანამედროვე წყალმომარაგება ის მთავარი დევიზია, რომლითაც კომპანია 2015 წელს იხემძღვანელებს. დღეს მერიაში ბათუმის წყალმა მიმდინარე წყლის შემაჯამებელი პრეზენტაცია გამართა. ინდივიდუალური გამრიცხველიანების პარალელურად ქალაქში სრულიად ახალი ტიპის რადიომრიცხველების დამონტაჟება დაიწყო. მრავალსართულიან კორპუსებში მილები შეიცვალა, განახლდა აბონენტთა მონაცემების ბაზაც. მოსახლეობა საჭირო ინფორმაციის გადამოწმების საშუალებაც ხელხაზზე 23-22 ექნება, ხოლო დაზიანების და პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა აკრიფონ ნომერი 24-22-22. წელს ჩაქვის სათავე ნაგებობაზე ფილტრები შეიცვალა, რაც წვიმის შემთხვევაში წყალმომარაგებაში არსებულ შეზღუდვებს მინიმუმამდე დაიყვანს. კომპანიის წლიური ბიუჯეტი 10 მილიონამდე ლარს შეადგენს. კომპანიის ბათუმის წყალი გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალიკო მიქელაძის განცხადებით, მთავარი მიზანი, რისთვისაც ქალაქის სხვადასხვა უბანში სამუშაოები ტარდება, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებაა. რაც გაკეთდა და მიმდინარეობს კიდევ ეს პროცესი არის წყლის ხარისხის გაუმჯობესება სასმელი წყლზე საუბარი, რაც ხერხდება ფილტრების შეცვლა, მოხდა კვარცლებული ქვიშის ფენების ჩალაგება ფილტრებში, ასევე გიპოკლორიდის ტექნოლოგიების შეძენა. რაც უკვე მომავალი წლის თებერვლიდან უკვე ექსპლუატაციაში შევიდა. ყველა აბონენტს შეიძლება ფაქტიურად გააკონტროლოს ონლაინ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით თავისი დანახარჯები, ასევე მათი გადასახადები გადაიხადოს ონლაინ რეჟიმში, ასევე აიღოს დანარიცხი მან თვითონ ჩვენი განყოფილების თანამშრომლის მისვლის გარეშე და მანვე აწარმოოს დარიცხვაც და ასევე გადახდას ონლაინ რეჟიმში. სასტუმრო შერატონში აგროსერვის ცენტრის ახალი ვებსაიტის პრეზენტაცია გაიმართა. საიტის მეშვეობით ფერმერები სერვის ცენტრის მომსახურეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ცენტრის დირექტორის გოჩა ბერიძის თქმით, დაინტერესებულ პირებს ონლაინ კონსულტაციების მიღების, ვირტუალური ტურების დათვალიერებისა და სიახლეების გაცნობის საშუალება ექნებათ. ფერმერთან ჩვენ აქამდე ვახდენთ საინფორმაციო თანამშრომლობას ეს იყო ბუკლეტების მეშვეობით, გაზეთის მეშვეობით, წიგნების მეშვეობით, დღეის შემდგომ შეიძლება ფერმერს უკვე ჩვენი ვებგვერდით შეედან ისარგებლოს და გაიგოს ჩვენი სერვისების შესახებ, თუ რა სერვისებს თავაზობთ მათ, ასევე იქნება ვირტუალური ტურები, ასევე იქნება ონლაინ კონსულტაციები, ჩვენ შეგვიძლია რომ თბილისიდან ან უცხოეთიდან ნებისმიერი კვალიფიციური სპეციალისტი ჩავრთოთ და ფერმერმა კონკრეტული შეკითხვა დაუსვას და მიიღოს ინფორმაცია, ასევე დამატებით ვფიქრობთ რომ SMS შეტყობინებების სერვისი ამოქმედდეს, ასევე არის ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია იქნება თუ პროდუქტის ბაზარზე თქვათ ყოველდღიურად რა ფასები არის, ანუ არის ბაზრის კვლევა, შესაბამისად ინფორმაცია ვებგვერდზე იტრიალებს, იქნება მთელი წლის განმავლობაში ფაქტიურად და ფერმერს შესაძლებლობა იქნება ან დაინტერესებულ მეწარმეს რომ შეიძინოს თქვათ პროდუქტი რა ფასად, საიდან ამ ტიპის ინფორმაციები იქნება. ახალი ვებსაიტი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტ იმპარტ აჭარის ფარგლებში 20,000 ლარი დაფინანსდა. პროექტის ხელმძღვანელი ლაშა კომახიძის ინფორმაციით ფერმერებს საიტის ახალი სერვისით სარგებლობა 2015 წლის 1 იანვრიდან შეეძლებათ. საიტის მისამართი საბოლოოდ რომელზეც განთავსდება 1 იანვრიდან 2015 წლის იქნება agro.sc.g
ამის სამართზე გაეშვება, ამის სამართზე ხოლმე ძველი საიტი ფუნქციონირებს, თუმცა 1 იანვრიდან წავა ახალი ვებგვერდი. ვებგვერდის შექმნის ძირითადი მიზანი იყო, რომ ყველა ის სერვისი, რომელიც აგროსერვის ცენტრს ჰქონდა, მოყრილიყო ელექტრონული სახით, მათ თავმოყრა მოხდარიყო და მიგვეცა საშუალება, როგორც აჭარაში მოქმედი, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი აგროსერვის ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენსიის სამსახურებისათვის, ასევე თავად ფერმერებისათვის დისტანციურად მიიღოთ ეს მომსახურება. ვებგვერდის მეშვეობით დღეს შესაძლებელი გახდება, რომ მაგალითად იგივე ხულოს მუნიციპალიტეტში, იგივე შუახევის მუნიციპალიტეტში აგროსერვის ცენტრის ფილიალებში, იქ სადაც არის ინტერნეტის გამართული კავშირი, ფერმერები მივიდნენ იქ ადგილზე და მიიღო კონსულტაციები დისტანციურად. სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 13 ექიმსა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 თანამშრომელს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას მედიცინის მუშაკთა პროფესიულ დღესასწაულს დაამთხვიეს. დღესვე უწყების პირველი პირი ნუგზარ სურმანიძე განვლილ წელში აჯამებს და 2015 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრებს. მათ შორისაა რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის საპროექტო სამუშაოების დაწყება. მოწვეული სტუმრები ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიღწევებსა და სარეაბილიტაციო ცენტრ თანასაქმიანობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. ხელოვნების ცენტრში მიმდინარე ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და მედიკოსები დაესწრებიან. ასევე ღონისძიების ფარგლებში აჭარის ექიმთა ასოციაცია სამედიცინო დაწესებულების 6 ხელმძღვანელსა და 1 ექიმს დააჯილდოვებს. მედიცინის მუშაკთა დღე აჭარაში 1996 წლიდან აღინიშნება. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საახალწლო საჩუქარი მოხუცებსა და ბავშვებს რამდენიმე დღის განმავლობაში უწყების წარმომადგენლები წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის მოხუცთა თავშესაფარსა და მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია პანსიონს ეწვევიან და საახალწლო საჩუქრებსა და საკვებ პროდუქტებს გადასცემენ. დღეს სათნოების სავანეში ბერიკების წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს, ბათუმელმა მომღერლებმა ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს. ასევე წარმოდგენები გაიმართა განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, წარმოდგენები მე-6 და მე-7 სკოლების ინკლუზიური ჯგუფის მოსწავლეებისთვის და სამედიცინო ასოციაცია თანას ბავშვებისთვის ბერიკებში გაიმართება. ამ ღონისძიებების ფარგლებში ბავშვები მიიღებენ საახალწლო საჩუქარს, ხოლო მოხუცებულებისათვის იქნება საახალწლო პროდუქტები. ეს ღონისძიებები დაიწყო 22-ში და დასრულდება 24-ში. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, მაგრამ ყოველწლიურად უფრო ფართო ხდება და ვცდილობთ, რომ უფრო გავხალისოთ მოხუცებს ეს დღე. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საგნობრივი ოლიმპიადის, ლიტერატურული მარათონისა და ნორჩგამომგონებელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებს 28 ცალი კომპიუტერი და წიგნების ვაუჩერები გადაეცათ. ბათუმის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა თავდგირიძე პრიზები საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დაიმსახურა. მას წიგნების 300 ლარიანი ვაუჩერი, 3 სიგელი და კომპიუტერი გადაეცა. მივესალმები ამ პროექტს, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროექტია ბავშვებისთვის, ახდენს მას სტიმულირებას და თუ გაიმარჯვა, გასაშუქებს სხვადასხვა საჩუქრებით. მე გავიმარჯვე მათემატიკაში, ფიზიკაში და ბიოლოგიაში, ინგლისურში, ქიმიაში მოხდი საპრიზო ადგილებზე. თუ საკმაოდ რთული იყო, კონკურენცია დიდი იყო. საჩუქრების გარეშე არც საჯარო სკოლების პედაგოგები დარჩნენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ნატალია შოთაძემ სამინისტროს მადლობის სიგელი მიიღო. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემმა 4 მოსწავლემ, ამათგან 4-ვე იყო საპრიზო ადგილები, 3 ლიტერატურულ მარათონში და 1 ოლიმპიადაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გადმოეცა ჩემი 12 კლასის მოსწავლეს ლეპტოპი, სიგელები და ფასიანი ვაუჩერები წიგნების შესაძენად. მე მადლობის სიგელი, რომელიც არის დიდი мотиваცია ჩემთვის, რომ უფრო გავაღრმავოთ მუშაობა და რა ვიცი, დაფასება იქნება სამინისტროდანაც და ბავშვების ხურდანაც და საერთოდ ჩემი მოღვაწეობის ხურდანაც. ინვენტარი და სიგელები სკოლის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. არჩილ ხაბაძის თქმით, მოსწავლეების წახალისება მონდომებას გაზრდის. 2 წლის განმავლობაში ჩვენ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ წარმატებას მივახციეთ. პირველ რიგში მე აღნიშნეთ დღესაც მისახსენებელ სიტყვაში, რომ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი და მოსწავლეებისთვის არის мотиваცია, ასევე мотиваცია არის მშობლებისთვისაც და მასწავლებლებისთვის. მე დღეს მადლობა გადავუხადებ ყველა სკოლას, ყველა გამარჯვებულს და მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის განათლება მიიღოს ყველა ახალგაზრდა მაქსიმალურად ყველა მივცეთ ამის საშუალება და შესაძლებლობები. წელს იყო 2 შემთხვევა, რომელშიც 4 პრიზი ერთად აიღო ერთმა მოსწავლემ, რომელიც ჩემთვის ძალიან საამაყოა.
საგნობრივი ოლიმპიადა და ლიტერატურული მარათონი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროგრამის კონკურსებისა და ოლიმპიადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. რეგიონის განათლების მინისტრის ინფორმაციით, პროგრამისთვის სულ 106,000 ლარი დაიხარჯა. გიორგი თავამაიშვილი ამბობს, რომ საგანმანათლებლო პროგრამები მომავალშიც განხორციელდება. ახალი იყო ლიტერატურული მარათონი, ჩვენ პირდაპირ თუ ვირიბებთ, რომ მაინც წიგნის სიყვარული დავნერგოთ, ალბათ ძნელია დავნერგო, მაგრამ გავაღვივოთ უფრო ბავშვებში და ლიტერატურული მარათონი თავისთავად გულისხმობდა წიგნების გადაცემას და შემდგომ აი ამ სკოლებში არსებული წიგნების კვალობაზე ამ შეკითხვების დასმას, რაც აძლევდა საშუალებას ასეთ კონკურენტულ რეჟიმში ყოფილიყვნენ სახელმწიფოები. ასე რომ თვითის ფაქტი, რომ საჩუქრებიც მე ვფიქრობ, რომ ძალიან სასიამოვნოა, ყველობაში გვესმე ტექნიკა, ამ შემთხვევაში ლეპტოპები და ამავე დროს წიგნები, ეს ყველაფერი ძალიან უშუალოდ აისახება თითოეული ბავშვის ცხოვრებაში, რაც შემიძლია შეუწყოს მათ კიდევ უფრო დაინტერესებას. სპორტი. ბათუმის სპორტული სამეჯლისო ცეკვების კლუბ არაბესკს მომავალ წელს იუბილე აქვს. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის 10 წლის თავი უსრულდება. განვლილი პერიოდის მანძილზე კლუბის წევრებმა საერთაშორისო არენაზე უძლიერეს მეტოქეებთან პაიქრობაში არაერთხელ ისახელეს თავი. ხოლო ეროვნულ ჩემპიონატზე სისტემატურად ხვდებიან პრიზიორთა შორის. პირველი სერიოზული წარმატება კი კლუბმა ამ დღეებში იზეიმა. თბილისში გამართულ საქართველოს თასის გათამაშებაზე ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით უფრო კატეგორიაში მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ნიკე კეშელავა და ანტონ ჩერიშევის ტანდემი. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი ნიკე კეშელავა აჭარის რადიოსთან საუბარში მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ყველაზე კარგი წყვილები. მოხარული ვარ, რომ ავიღე პირველი ადგილი. ყოველთვის არსებობს ნერვიულობის ფაქტორი კონკურსზე და ისე არც ეკავართ როგორც ეს შეგვიძლია ვარჯიშზე. კმაყოფილი კი ვარ, რომ ავიღე პირველი ადგილი, მაგრამ ყოველთვის მინდა შევეცადო, რომ უფრო კარგად გამოვიდე. თბილისის ტურნირზე თავისი შეგირდებით და საერთოდ განვლილ სეზონში კლუბ არაბესკის წევრების წარმატებებზე გვესაუბრება აჭარის სპორტული სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ნინო ქავზინაძე. ესელი იყო ძალიან წარმატებული ჩვენთვის, იმიტომ რომ ყავს ბევრი საქართველოს ჩემპიონები, კავკასიის თასის მფლობელები. რაც შეეხება ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს კატეგორიას, ედალტების კატეგორიას, უფროსებს, როგორც ვქვათ, ყავს საქართველოს პრიზიორები, კავკასიის თასის პრიზიორები და ძალიან სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა წყვილმა აიღო პირველი ადგილი საქართველოს თასზე და მოიპოვა საქართველოს თასი. ეს ერთადერთი პირველი უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც თასმა დატოვა თბილისი და საერთოდ გავიდა რეგიონში არამტო ბათუმში, საერთოდ ის არ გასულა თბილისიდან არასდროს. ეთერში იყო ახალი ამბების მთავარი გამოშვება გურან და დოლიძესთან ერთად. კარგად ბრძანდებოდეთ.